გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით. მიხარია თქვენთან ისე და ისე გადაყარა ჩემო ბატონო, ჩვენთან ამ რადიო სივრცეში 98 და 5 და ჯაპანას პაპანაკებაში. ჯაპანას პაპანაკება თქვენს წინაშე და არის მისი სამყარო ჯაპანა თავისთავად ხალია. მოგეხსენებათ რომ და აღარ დაგიმალოთ და შემოდგომა გვაქვს და ჩვენ მაუწყებლოთ გაზაფხულის ქუჩიდან. რა გასაოცარია რა ეს. და დღეს ყავს არაჩვეულებრივი ადამიანი სტუმრად. ძალიან მიყვარს ეს კაცი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის ჩემი მეგობარი, ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველანაირად კარგი ენერგეტიკა, კარგი ატმოსფერო იქნება, როცა ამ კაცთან რაღაცა ურთიერთობ. რაღაცა აი, ხო არის ზედმეტად კეთილი ადამიანები არსებობენ ამ ქვეყანაზე რა. ზედმეტად ესეთი სასურველი, მასთან ურთიერთობა რო გინდა. ეს არის ჩემო ბატონო მსახიობი მიშა თუმანიშვილის თეატრის არაჩვეულებრივი ადამიანი, კამაც ხაზს გაუსვამ პირველ რიგში პიროვნებაზე მაგათ ლაპარაკი და ეს არის ანრი პიპინეიშვილი. როგორ ახარ არის შეშემოწმებული? მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში ასეთ წარდგენა, მართლა ძალიან ესეთი სასიხარულოა თქვენგან, იმიტომ რომ განსაკუთრებულად მიყვარხართ მეც და მოწესება მაქვს დიდი და საერთოდ ფანტასტიკურია, როცა უფროს თაობის მსახიობთან მეგობრობ და ისეთ მსახიობთან, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებული იყო ყოველთვის და არის დღემდე და მივესალმები თქვენს მაყურებელს, თქვენს მსმენელს მივესალმები, კეთილი იყოს ჩემი ფეხი, მიხარია რომ ნიჭიერებაზე მეტად ჩემი სიკეთე უფრო თვალსის საჩენია და მიხარია ამის მართლა გულწრფელად მიხარია. და დავტყიდო თან მე და შემოდი, აგერ ხალხის თვალწინ დავდოთ პირობა, რომ ვილაპარაკოთ შენობით, შენი ჯირიმე, მე შენობით მოგვიწევ. მე საზოგადოებასთან რაღაცა აქვე დავდოთ პირობა, საერთოდ რომ ვილაპარაკოთ შენობით რაღაცა უფრო ახლო. კაი, ასე ვიზა. შინაურულია უფრო, ეხა ის აღარ გავიხსენოთ მეფეებს შენობით ვილაპარაკებოდნენ და ღმერთი რო შენობით. კი ბატონო, ასე მარც მე არ მიყვარს გონობითი ფორმა გულწრფელად, მაგრამ უფრო ახლობლობას ჩაუდებს იმას რა ქვია. მიღებულია და გავთვალისწინებ. როგორ ვარ, ღვთისწყალობით კარგად ვარ. ხო და დღევანდელი გადაცემა ეხლა რაღაცნაირად ორ ნაწილად გავყოთ შენი პოზიციები ეხლა. კი ბატონო, ყველასთვის ცნობილია. ხან ხო, ყველასთვის ცნობილია ისევე როგორც ჩემი. და სამოქალაქო პოზიციები, მაგრამ დავიწყოთ იმით, რითაც იწყებს ხოლმე ყოველთვის ყველა ადამიანი, რითაც შენი ცხოვრება დაიწყო. შენი ბავშვობით. მოდი რა ჩემო კარგო ადამიანო. რა როგორ მოხდა, თურმე მე როგორც გავიგე, ჩემო პროდიუსერმა მომაწოდა, მე არ ვიცოდი პირდაპირ არ დავმალავ ეს ამბავი, რომ ბავშვობიდან თურმე გამოირჩევოდი, რომ რაღაცა გიყვარდა ლექსიც აკითხვა, რაღაცა სცენა, რაღაცა ისეთი იყო, გამორჩეული იყო ესე ვთქვათ რა, რაღაცა რომ აქავარ ამბავი იყო. 99 წელს დავიბადე ბათუმში, ქალაქ ბათუმში, ოჯახი ჩემი გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პირველ რიგში სიკეთით და რაც ყველაზე მეტად მეამაყება, განსაკუთრებული სხვა ნიშა ჩემ ოჯახს არ ქონია. ისეთ გლეხი ოჯახი სწავლით ურთიერთობებით მეზობლებთან, უბანთან, ქალაქთან, დიდი მოწიწებით და პატივისცემით რწმენასთან და ასე. ბათუმში რა უბანში ვიცი კარგად? ჭაობი ეწოდება ამ უბანს. კი, ჭაობი დავამთავრე ბათუმის მაშინდელი 22 საშუალო სკოლა, ბრწყინვალე პედაგოგები, არაჩვეულებრივი ადამიანები, ფიქრობ ოჯახის შემდეგ რომ გადაწყვეტილებას ადამიანის ჩამოყალიბებას იღებს სკოლა, სწორედ ეს ამაში გამიმართლა ძალიან მე. ხო, რაც შეეხება ჩემს აქტიურობას ბავშვობაში, რადგან ასე იცის პროდიუსერმა ეს ინფორმაცია ჩემი პირველი კლასში მისვლის ეგრეთ წოდებული ფორმის და წიგნების ფული სხვათა შორის ჩემი ლექსით და სიმღერით გამოვიმუშავე ქვია ამას. აი რაღაცა ზღვისპირას ვიყავით მთელი ოჯახი და აჭარულის ხმა შემომესმა და შევარდი ვიცეკვე და როგორც ხდება ხოლმე იქ რა კაი ბიჭი ხარ, ვისი ბიჭი ხარ და პატარა 6 წლის ვიყავი. მე ისე მოხდა იმ წელს ვერ წავედი სკოლაში, იმიტომ რომ ძალიან ისე რთული ოპერაცია გადავიტანე. მაგრამ მაინც გამომადგა ის შრომა რაც იქ ვიშრომე და შევინახე მე მეორე წლისთვის. სკოლა ბოლომდე იქ და სკოლა ბოლომდე იქ დავამთავრე, ბრწყინვალე პედაგოგები მყავდნენ, არ ვიცი გულწრფელად მინდა მათი მოვისიყვარულე და მოვიკითხო, იმიტომ რომ აი ვფიქრობ ძალიან ბედნიერი ვარ სხვათა შორის. დღემდე ვაგრძელებ ძალიან ბევრთან ურთიერთობას და ერთ-ერთი რომ ჩემი სკოლის დამრიგებელი დღემდე დედუნათი მოვიხსენიებ და ჩვეულებრივად მის ოჯახში მე როგორც მესამე შვილი ისე ვარ, ისტორიის მასწავლებელია და არასდროს არ დამავიწყდება ფრაზა, რომელსაც ის მეუნებოდა დედუ მე ისწავლე მსოფლიო ისტორია, ისწავლე საქართველოს ისტორია 3-ზე და მსოფლიოში დაგიწერ 5-სო. ხო და ეს რა თქმა უნდა ჩარჩენილია, იმიტომ რომ განსაკუთრებული მოწიწება ქონდა ქართულთან, თან ჩვენ რთულ რეგიონში ცხოვრობდით, მე კი დალაგდა ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ ბავშვობიდან რაღაცა კომპლექსად მახსოვს, მაგალითად მე კი ვარ გურული, მაგრამ დედა აჭარელი მყავდა და ხშირად იყო რაღაც წაკბენები, გემახსოვრება და ძალიან ისეთი იყო ჩვენთვის დამთრგუნველი იყო და რაღაცა განსაკუთრებული მოწიწება თავიდან ჩამიყარა პედაგოგებმა, რომ
აი საქართველო, ქართული, უფროსი, ზრდილობა, პატარა წყალი, უნდა გაიქცე მიუტანო ადამიანურზე, მორალურ მხარეზე, უფრო აი სულიერებაზე, რომელსაც დღესდღეობით ბრძოლა მიდის სხვათა შორის. ისეთი განსაკუთრებული ბავშვობა ნამდვილად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო გვენატრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეიძლება მშივრებს აგვეძინა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ სიცოცხლის დავთმობდი კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდე იმ წლებში, იმიტომ რომ აი ვერაფრით ვერ დამივიწყებია, შეშის ღუმელი, იქ მოკრებილი მთელი ოჯახი, ერთად სადილი, ვახშამი. რაღაცა სხვანაირი სიტყვა იყო ალბათ. ნოსტალგიურია, მაგრამ ბაზრობა უთხრა შენ მასალებს, რომ ყველაფერი გეწყობა, სხვადასხვა ეს ინტელექტის ჩანს ყველაფერი, როგორც საუბრობ, როგორც ყველაფერი გეწყობა. განათლებაც, ყველაფერი, ოჯახის შვილობაც, ასე რომ თან მინდა ვახსენო, შენი დედი რომელიც ახლა გარდაიცვალა და ღმერთმა გაანათლა. მისი სული ჩემო კარგო, სულ ახლა ხან გარდაიცვალა, არაჩვეულებრივი ულამაზესი და უშედეგი ადამიანი. და მე მინდა გაანათლოს ღმერთმა. გაძლება მისის მამაში. ყველას არ ვიცი, აი თუ კი ვინმეს რამეს ვიტყვი, ერთ-ერთს ვიტყვი, რომ ძალიან გვიან ვფიქრდებით ჩვენ რაღაცეებზე და მინდა რომ კიდევ ერთხელ ამეთ ერთის სარგებლო და უთხრა ყველას, ჩემ ტოლს თუ უფროს ამათზე ძვირფასი არავინ არ არის და დედებს ძალიან მოვიფერო. კი ბატონო, ცერმელით უცრემელთაც არ შეიძლება იქ ამბავ. ვერთმა გაანათლოს კიდევ ერთხელ. მადლობა, ამინ. და შემოკარგო, რა მინდა რომ გითხრა. აი თვითონ თეატრთან ურთიერთობა ბათუმში, ოჯახში როგორც ვიცი არავინ არ. ჩემს ოჯახში. ან ბიძახვარკოლი ან არა, ჩემს ოჯახში ხდებოდა ასე. თავიდან ბოლომდე მსახიობობა რა. არავინ საერთოდ აი ხალხი გადართული იყო თავიდან ბოლომდე შრომაზე, მამა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ის ვერასოდეს ვერ მუშაობდა, ამიტომ დედაზე იყო მთელი ოჯახის აი მოვლა პატრონობა და სამი სამსახური და მე ღამის ცენება და დილამდე ჩანთის კერვები და იმის მე გაყიდვა და ნუ თავიდან ბოლომდე გადართული იყო ძირითადად ის მხარე რომ დაინტერესება მქონოდა ოჯახის წევრებისგან არა ერთადერთი რაც მოახერხა დედამ ძალიან უნდა რომ მემღერა და მომღეროდი რამინ მიქაბერიძესთან მე დაიშალა ეს ანსამბლი იმიტომ რომ ასლანაბაშიდან თავისთავად წავიდა იმის გუნდი იყო ერთადერთი ჩემი დიდი ბაბუა ცეკვავდა ანსამბლ ბერმუხაში პირველ შემადგენლობაში სხვა შემხებლობა არ მქონდა და რაც შეეხება ჩემს თეატრალურ დაინტერესებას ძალიან ბათუმის თეატრმა არ იმუშავა კი როგორ არა აი მაგამან მივდივარ საერთოდ ძალიან სხვანაირად მესმოდა მე თეატრი ჩემთვის არ იყო აი ის მაგალითად რაში შემდეგ მე პროფესიულად ჩახვალ სიღრმეში და ნახა უკვე რა არის პროფესია და ჩემ დროს მეგონა პროფესია ის კარგად ვინმეს თუ გააცინებ პაროდიას თუ გააკეთებ და ეს ხო ანეკდოტს თუ მოყვები საერთოდ სხვა რამეა მაგრამ ვნახე ჯერ დაიხოცნე მე რეკორდინეს რაფიელ ერისთავის ბათუმის დრამატულ თეატრში სადაც ცხონებული ზურა ქავთარაძე თამაშობდა ოსეფას და ქალბატონი ლამარა ზაქარიაძე ბწყინვალი ქალბატონი ღმერთო დიდხანს აცოცხლე ახლა თეატრში აღარ არის ჯანმრთელობიდან გამომდინარე მაგრამ ფანტასტიკური არტისტი და ზურა ჩემი თაობა იყო და კარგად ვიცნობდი იმდენად რაღაც წარმოუდგენლად ბუნებრივად აკეთებდნენ ამას, რომ მეგონა რომ მეთქი ოსეფა ცხოვრებაში ეს კაცი და ელისაბედია, ქალბატონი ლამარა და მე ისე მოხდა რომ ამას მოყვა და ბედნიერი ვარ ამით რომ ამას ვეღირსე გასტროლი რობერტ სტურუას კავკასიური არტისტრი სადაც სცენაზე ვნახე რამას ხვიკვაძე ვიჯექი მესამე იარუსიდან ჭკვიდან გადავედი როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება რა საკეთებდნენ ნუ წარმოუდგენელი იყო და მაშინ თქვი რომ მე უნდა გამختارიყავი მსახიობი ოჯახიდან დიდი წინააღმდეგობა მქონდა იმიტომ რომ ბათუმელი ასოცირდებოდა აუცილებლად მეზღვაურთან თან მეზღვაურობაზე მითხარი დედას უნდა რომ მეზღვაურობა ან დანაზღაურებას ხო რა თქმა უნდა რომ არ მოგშივდება შვილო არ გექნება გაჭირვება იცხოვრებ რაღაც ბედნიერად ნორმალური ხელფასი გექნება კი მოწყვეტილი ნორმალურზე უკეთეს ხო მოწყვეტილი მეყოლები მაგრამ მინდა რომ შენ იყო კარგად და მოდი მეზღვაურობა და მაშინ კი ვაწყენინე მე უთხარი არა მეთქი სხვათა შორის გამოვეპარე ნანოფ ეხა თუ არა არაფერს არ ნანოფ მე ვარ ბედნიერი სიკაცი იმიტომ რომ თვითონაც ძალიან ბედნიერი იყო აი ეს იუთრის მერე იდა როცა ვერც დაგიფაროს მაგრამ ვერც არ იდადო არასდროს არ გენანოს აი დაწყებული შენგან ისეთ ადამიანებთან მომიწია მე გადაკვეთ აი რეზო თავართქილაძე მაგალითად ხო აი ნოდარ გალობლიშვილი ბატონი გოგი ქავთარაძე და არ მინდა რომ გამომიშეს ვიღაცა ანუ ისეთ ადამიანებთან მომიწია გადაკვეთა და მათგან იმდენი რაღაც ვისწავლე ვიღაცკა რაღაცა ბჭყალებში მოვიპარე ვიღაცკა რაღაცა მოვიპარე ვიღაცკა რაღაცა და საბოლოო ჯამში ეს ჩამჩება თუ არა თლად რომ თამაში მომიწიოს და ორგანული არ იყოს ოდესღაც გაჯდება და მთლად რომ აი თავიდან შეიძლება არაორგანული იყოს ვიღაცა პათეტიური იყოს ადგილის დათმობა მაგალითად ან რაღაცა მაგრამ მე ორგანულად თავისუფლად გამიჯდება ჩემ შვილებს გადავცემ და მე ამით ვარ ძალიან ბედნიერი რომ ამ ადამიანებთან მქონდა შეხება და რომ არა ეს ჩემი პროფესია მე მათ ვერ შევხვდებოდი თბილისში ჩამოვედი თბილისში ჩამოვედი 2007 წელს
და ვიცი რომ რაღაცა ძალიან რთული პერიოდი. ესე ჩამოხვედი რაღაცა. აი ზუსტად ეგრე ჩამოვედი ოპერასთან ვიდექი და ვკითხულობდი ოპერას. ხო. და პირდაპირ დაადე თავი და წამოხვედი. კი, გამოვიპარე და სახლი. მე რაღაცები ვიცი კიდე ეს გავიხსენოთ რაღაცა მე ვიცი არ ვიცოდი ხა გამბავი აგერი ჩემ პროდიუსერმა აღმოაჩინა ისე ზურაყიფშიძეს თურმე შეთვის ზურას საგრიბიეროს კიდე უთმია რაღაცა. რაღაცა ყოფილი იცი როგორ იყო? აღარ მინდა უბრალოდ ხაზი ღმეებში, იმიტომ რომ ვიღაცებს ვაწყენებ ამით. მქონდა ვიღაცასთან მისასვლელი, თუმცა ყოველთვის რაც ლაით მოტივად მომყვებოდა, რომ არავინ არ შეაწუხო, არავის არ დააწვე, არავინ შენით რაღაც ვალდებული არ იყოს რაღაცაში. ამიტომ ვარჩიე რომ ერთი დღე ვიღაცასთან თუ კი აღმოჩენდი, საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ კინოსტუდიის ეზოში მომიწია ბევრი არაერთი ცივი ღამის გატარება. მე იქ როგორც ხდება ხოლმე სტუდენტობაში, ხო, ის ალკოჰოლი აქ არ წყლებს, ფიქრს, დარდს. მე ერთ-ერთი წროპისას უკვე თუმანიშვილში ვიღაცებს ისწავლე მათ შორის ამ უდიდეს პიროვნებას სურას. თავისთავად გაცნობითი ხასიათი ქონდა იმ ყველაფერს, მე გაიგო ჩემი პრობლემა და მითხრა რომ როცა მოგინდება შვილო, მაშინ შედი და დაიძინე და იქ ჰიგიენის საშუალებაც არის და მოკლედ იყავი და კი, ვიყავი. მე კინოსტუდიამ გამომიყო რა. ჩვენი ზვა ზურა. კი, ნაბწყნივალი ადამიანია. აგერ მოვიკითხოთ კიდე. წარმოუდგენელია მისი ამაგი. ბევრთან მიმართებაში, მაგრამ არ ვიცი, მე კარგი ადამიანი ხარ. არტისტი აღარ ვაპარაკო. არტისტი საერთოდ აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჩემი მე ნამდვილად ჩუბას, მაგრამ يعني კაი როდება. ადამიანი კაი მოქალაქია. ნამდვილად და რა არ ვიცი, აი ხო. ინსტიტუტი ვისი ჯგუფი? აი, ნუგზარ ბაგრატიონი გროზინსკის უგანცებულის ბედნიერი, აი ბედნიერი ვარ. აბა უკვე მისა თუმანიშვილის თეატრი. ხო, თავისთავად მე გამიმართა სხვათაშორის თეატრალურში მე ჩავიჭერი. და რო გროზინსკის ჩვენ დროს არ ყოლია. 2007 წელს. ჯგუფი შეძარბა. სხვათაშორის 2007 წელს და ძალიან ისეთი გაუგებარი, ჩემდა გაუგებარი. 2007-ში გაუგებარი მიზეზით აღარ ვიწყე სახელგვარს, მითხრეს რომ მე მაქვს ორგანული ლ. ხო, ეს ცნება საერთოდ არ არსებობს მეტყოლებაში, მაგრამ ნუ კაი, გავიარეთ. მე წამოვედი იქიდან გაბრაზებული. პირველად გავიგეს ორგანული ლ. ხო. და მეგრული აი სამშობლო თუ რაღაც ხო. არის გოიმური და არის მეგრული ლ. აი, გოიმურს მტენიდნენ. გოიმურს ვერ იშორებ. აი, ვერ იშორებ, შანსი არ არის უთულეს რამე. მეგრულს იშორებენ, არ არის პრობლემა, აი და. მე მოხდა ისე რომ სხვათაშორის პირველ პრემიერაზე, როცა მოხდა ბატონ ნუგზარ ბაგრატიონმა ჰარალეთი გურამ დოჩანაშვილის ხორუმი ქართული ცეკვა და კიდე ერთი მოთხრობა ჰქონდა გაერთიანებული სპექტაკლი. იქ მოხდა ისე რომ ბატონი გიაროინიშვილი მაშინ თეატრიდან სამწუხაროდ რაღაც ეტაპზე გამოეთიშა ცოტა ხანი და მომიწი ამ როლზე შესვლა. ბატონი ნუგზარის წყალობით და ამ რეჟისორს გაუგზავნე მოსაწვევი სხვათა შორის ორგანული ლუს მქონე მსახიობი. ნუ ის აქეთ გვერდზე გუნახეთ. ხო და არ მოსულა. ორთა ჯალის ბაღში გუნახეინა ვარ. არ მოსულა. იცი რა, მე მაინც ამ ყველაფერს ვიყენებ გამოცდილებად. კიდევ ერთ რაღაცა წინაღობად. თუმცა მაშინ ძალიან დავიჭრგუნე, ძალიან გაბრაზებული წავედი ბათუმში, მეთქი არ არის ეს ჩემი და მოიშორე რა, არ არის რა, რაღაცა სხვას მიხედე და მე მოხდა ისე რომ გავიგე საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ინსტიტუტში, ბატონი კახა კახაბრიშვილი იყო რექტორი, არაჩვეულებრივი პიროვნება. ხო, ძალიან კი ბატონო, არაერთი ტელესპექტაკლის ავტორი და ძალიან ისეთი მაგალითად ჩამოვაყალიბეს პირველად საერთოდ სატელევიზიო სპექტაკლი შექმნეს მაგალითად. კი ბატონო და გავიგე რომ იხსნებოდა ჯგუფი. პირველად სამსახიობო და ბრწყინვალე პედაგოგები. ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკი იყო ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო მამულაშვილი იყო მეტყველების პედაგოგი და ნანა ტონია იქ ანტიკური ისტორია, ძველი საბერძნეთი და ასე შემდეგ. გულიკო ნიჟარაძე გენიალური ქალბატონის უხეშვილების მოცეკვავე, ულამაზესი ინგლისურის. მოკლედ შეიკრა ჯგუფი და სხვათა შორის ამ ჯგუფიდან ორნი ვართ თუმანიშვილის თეატრში და დღემდე რა თქმა უნდა და აი ხა ჩემ თავზე ნამდვილად არ ვილაპარაკებ, ჯერთ ვერც ვილაპარაკებ, იმიტომ რომ აზრზე არა ვარ საერთოდ. რაც ვაკეთებ, როცა სცენაზე გავარ, იმიტომ რომ არ მახსოვს გარე პროცესები. მაგრამ ყველაზე მეტად რაც ვისწავლე ბატონი ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკისგან გარდა პროფესიისა, ვისწავლე ის რომ მსგავსი ადამიანი აღარ განმეორდება. ისე კაცის ეტალონი იყო, კაცს რომელსაც ტყუილი არ შეეძლო. კაცი რომელიც იყო უაღრესად ზრდილობიანი, იმდენადაც კი რომ ხანდახან მეგონა ულტრირებს, იგონებს, არ შეიძლება ესეთი იყო ადამიანი მეთქი და
ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ კაცთან მოვხვდი ჯგუფში, იმიტომ რომ მეფე იყო ბრო. მე ბოლო მეფე იყო. ამიტომ სამეფო კარის მსახიობი ვარ. მეფე იყო ბოლო. და უფროსი თაობის მსახიობებიდან რომელს მოუწია ესეთი რჩევა ეხლა რომ დაგმახსოვრები ან რაღაცა გაუყვალია გზა ან ხელი უკურია პატარა. მე რო ეხლა სახელი გვარები ვთქვა, გაოცდება ალბათ მაყურებელიც და მსმენელიც. ძალიან მაგარ ხალხთან ერთად ვდგარ ვარ სცენაზე. არ ვიცი ვისგან დავიწყო, დავიწყოთ ბატონი ზურა ყიფშისისგან და გავაგრძელოთ ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი, რუსიკო ბოლქვაძე, მზია არაბული, დარეჯან ჯოჯუა, დარეჯან ხაჩიძე, ლავრა რეხვიაშვილი, ზაზა მიქაშავიძე, გია აბესალაშვილი. არ ვიცი, ამათგან ყოველ დღე შეიძლება ისწავლო ადამიანურის და პროფესიულად თავისთავად იზრდები. მე საერთოდ მგონია რომ ეს არის თაობა, რომლებმაც აწი უნდა გადასცენ თავიანთი ცოდნა ახალ თაობას, იმიტომ რომ ის თეატრი შენ რომ მიხვედი გვალია სროგზე იყო. იმიტომ არ ჩამოთვალე მაგრამ მე შემოგიერთდა. კი. კი სროგზე იყო. ხო, მოიგითხოთ თემო. თემო, გინასვალე, თემო, ხო კიდევ სად ჩაქსვი, სად? როგორ ჩაქსვი? სროგზე იყო, სროგზე ნამდვილად. მაგრამ ფანტასტიკური ხალხი, მე არ ვიცი. ყველას გარა ერთადერთი რაც ყველაზე მეტად, რაც ვკითხე, რა შემიძლია გამოვყვა, ის სად ვისწავლე პროფესია. ისევ ჰარალეთში. ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე თამაშობდა პერსონას, რომელთანაც უნდა მქონოდა ალეგორიული, პლატონური სიყვარული. ქალბატონი ნინელი სცენაზე მე თვალებში მიყურებდა. ალბათ ცხოვრებაში რეალურად როცა უყვართ ეგეთი თვალებით იყურებიან რა. და მაშინ ვისწავლე პროფესია, რომ აი როგორ შეიძლება გარდასახვა და დაივიწყო ცხოვრებაში ვინახარ და იყო სცენაზე პერსონაჟი. კი ბატონო, ოსტატობა უნდა მაგას. ხო და ეს ოსტატია, დიდი ოსტატია. ძალიან დიდი ოსტატია. კი ბატონო. და მე საერთოდ მაოგნებდა მათი რეპეტიციები, როგორ მოდიოდნენ, როგორ იცვლიდნენ, რომ არ დააგვიანებდნენ. მე მაღრეზო თავართხილაძე სამ თეატრში იყო და ადამიანი მოდიოდა და ცეკვის ჩუსტებს იცვამდა. რა თქმა უნდა. და იმით რეპეტიციობდა. მე ხომ არა, ნუ გენიალური, არ ვიცი, რომელი ერთი თქვა, ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა ბედნიერი ვარ რა, აი ბედნიერი ვარ. სახასიათო დრამატული როლები შენთვის მაინც, რომელი უფრო შენია. იპოლიტე ხვიჩიასავით მჭირს ამ ამბავში. ხო, ტრაგიკის მსახიობი კომედიაში უკვდებიო რა, აი. დაახლოებით ეგერი, რა დრამატული მსახიობი ისეთი რომ დრამატულში თქვა თავისი თქვა იპოლიტემ, ვაგეთვიდე თუთაშხიაში საოცრად. კი, როგორ მე თეატრს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ბიჭი უნდა რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. ხო და არა, არ მქონია. ნამდვილად, მაგრამ კომედიური რამოდენიმე როლი მქონდა, რომელზეც აი მაგალითად რაღაც 1-2 სუთქვამს, რომ აი კარგი იყავი, იქ მომეწონე. დრამატული როლები არა, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო მეტად შემიძლია ალბათ. მე საერთოდ მსახიობს უნდა გავუმართლოს. მე ბევრი ნიჭიერი მსახიობი ვიცი, რომელსაც არ გავუმართლო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. აი გამართლებაში გულისხმობ რეჟისორის თვალიდან დანახულდა ამის, მაგრამ მე ჩემ თავს ვაბრალი. ოპერა ჩვენ თავს არ ვეგოთვით გასული. მე ჩემ თავს ვაბრალი, იმიტომ რომ იმდენად აქტიური ვიყავი იგივე იმ სამოქალაქო მხრიდან, რომ ბევრი რეჟისორისთვის ეს მიუღებელია. ხო. როგორც მე აღმოვაჩინეოთ და გვიან ბევრი შეცდომა დაუშვი. იქ ხონია მაგის გამო რომ კონფლიქტები აი ამ სამოქალაქო ამბების გამო. თავი მეგეუნები იმ ავაცახსენებელი. რამდენიც გინდათ მე მაგალითად მახსოვს 7 ნოემბერს პირველი აქცია რომ დაირბა და იქ 1-2 ყბაშიც მომხვდა და მე 2011 წელს აღარ ვსაუბრობ 26 მაისს რო აი გაოგნებული ვიყავი როგორ შეიძლება და ესეც ბევრისგან ახალგაზრდებს არის კაი რა გინდოდა იქ აი რა გინდოდა იქ და ეს ადამიანები დღეს იქ დგანან. ხო იქ დგანან. დღეს საოცარი ხდება საოცარი საოცარი ხდება. საოცრება ხდება კაცო, მაშინ რა იგი დავიწყეთ. ეს უკვე შეგნებულია ოღონდ. გადავიდეთ და პოლიტიკურ თემებზე არა. უფრო რაზე იცი? ჩვენთან დავრჩეთ კაცო, ჩვენ წრეში, ჩვენ კოლეგებთან დავრჩეთ რა. უბრალოდ რა მაინტერესებს იცი? ანდრი, აი გაოგნებული ვარ იმაზე რომ ისე მეუბნებიან, მოდი აქ დადექი, რატო არ გიხარ ჩემი? ნუ მეუბნებიან რა ამბობენ ეს ხო მაგრამ ალბათ მეც მეკუთვნის ეს ამბავი. რასაც 97 წლიდან აი ეს მედუზა რო გამოჩნდა, რასაც მიშა სააკაშვილი ქვია, ეს არ არის ადამიანის რაღაცა არის, რაღაცა აბსოლუტურად გეცავი. რაღაც აი მე ეგრე ვხედავ ამ კაცს, იმიტომ რომ ამას ადამიანური არაფერი არ გააჩნია. არც მის გარშემო წრეში ყოფ ადამიანებს. აი მაინტერესებს, აი აქედან გამომდინარე და უკან გაქვს პლაკატები, მეუბნები რომ მე ევროპისთვის ვიბრძვი და უკან წერია რომ მიშას თავისუფლებაა. და მაგას ვებრძვი 30 წელიწადია და მე მეუბნები რომ აი არახარ მართალი შენ, რომ მე მანდ არ მომდივარ და არ ვდგები. აი ჩვენ არ ვდგევართო მართალია, სადაც ახლა ელენე ხოშტარიანი დგას, ქალმა რომელმაც 99 წლის მერე
99 წლის მერე ჩააბარა კაკებე სკოლაში ორჯერ. ადამიანმა ხო 99 წლის 9 აპრილის მერე. და დღემდე ერიცხება ჰონორარს. ოფიცერია კაცი და გონორარს იღებს რუსეთიდან ეს ყოველი ფაქტები ყველაფერი მე მის გვერდზე რო არ ვდგევარ. სულგანათლებულ სოლიკო ვირსალოდეს აბრალები. თან ვეუბნები რა იცი რო დგანან თქვენ გვერდზე ეს მიშისტები. ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები ყოფილი, ეხლა უკვე გავწყვიტე ყველა ნებუთები დამღარ. რა სამწუხაროა. ხო, აღარ შემიძლია დავიღალე. ერთია რომ გაწყვეტ და მეორეა რომ ისინი აგრესიულად წყვეტენ. აბა რა, ცრემლებით ნატირალი ნახ, ნახე ბიჭო, პავს და ნახე ადამიანები და მეუნებიან მიშიტებთან არ ვდგევართ. ეხლა ასე ხა დავიწყო სათითაოდ ჩამოთვლა. ჩემი ყოფილი არ მინდა სათითაოდ ჩამოთვლა, რომ კარგად ესმით ახლა ვიზე მაგ. ვაი უტირიათ რომ მიყვარს მიშა მე და რომ უტირიათ ბიჭო. ჯერ ასეთი პათოლოგიური სიყვარულს ამარცხუნია ეს. აუცილებლად ხდება და უდგათ გვერდზე, ოჯახიანად, დედაბუდიანად რომ მიშისტები არიან. ეგეთები გვერდზე უდგანან ახალგაზრდებით. აი და უცებ მეუბნებიან რომ რატო არ მოდიხარ ჩვენთან ერთად? იმიტომ არ მოდივარ რომ მაგის გულისთვის ყველაფერი დავკარგე, სახლი არ მაქვს, კარგი არ მაქვს, აბა მაშინ გაებედათ. აი ეს რასაც დღეს მედავდი. პირობითად ავიღოთ, რომ ყოფილიყო პროტესტის საწყისი მოუმატე პენსიონერს პენსია. რა, ეგეთი არ მინახია. პროცენტი დააკელი. ეგეთი არ მი აი ბებო დგას ქუჩაში და მეწოდება უშველოდ. აუ წავალ. იქნება მოვდი. აბა იქნება გემ წავალ. ხო და აი ნახე. აი გარი მთელი უბედურება რომ კანონს რომელიც საიდან დაიწყო ხო შარშან წინ კანონს ხელფასები მოგვიმატე პენსიები მოამატე ამაზე დავდგები გვერდით მეც დავდგები მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით მანამდე რაღაც ტრენინგები გაიარე და დავალებები მიიღე და მე მოდიხარ და შენ მე მეუნები დადექი და მე უბრალოდ გეუბნები ვერ დავდგები იმიტომ რომ ჩემი მორალი ამის უფლებას არ მაძლევს და პირდაპირ მლანძღავ იქ გასაგებია კითხვაც და პასუხიც მე საერთოდ ამ ადამიანებს ყოველთვის ვეკითხები იქნება ვწდები დაუბნელდი გავშტერდი არა მაქვს ანალიზის უნარი, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ აი გამაგებინეს გინება რას ნიშნავს. აი მომიყვანე, ოდესმე დამიძახე. საქმეში ჩაფურთხება რას? ხო, აი რა არის, დამისვი. ამიხსენი იქნება და ვიგებ, მაგრამ არა. ესენი პირდაპირ აგრესიაზე გადმოდიან, ამიტომ მგონია რომ არის დავალება და საერთოდ იქ სადაც ფულთან მიდის საქმე და ფულის გამო ყველაფერს კადრულობენ ადამიანები, მათი არაფერს არ მწამს. სამშობლო მათგან ძალიან ისეთი გაუგებარი ცნება არის, ანუ არ ამგონია რომ ეხა მაგათ რომელმეც საერთოდ არის და იმის ადგილი ადრე რომ ეხა ყველა პაკლონი რასაც ქვია ეხა არ ითარგმნება ეს პაკლონი რა გავაკეთოთ ახლა შეუმატებო ხო მე ხო რუსეთუმე ვარ და ასე რომ მე მომოსულა ჩემთან და ამ პაკლონზე შეიძლება ეხა პაკატები ყველა იმაზე თან რა არის იცი რომ მე თქვა მე არ გეთაქმებ მე გასული ვარ პაკლონიდან ხო მე ხო გახვიდოდი რა ეხა მეც გავიდოდი მე მადლობაც არ მქონია მე მქონდა შემთხვევა და გავიდოდი ვცდილობ მაგრამ დღეს ისე მოახერხა ვაგერ ჩემო საპატრო ხელმძღვანელობა რომ ალბათ დავიწყებ რაღაც რეპეტიციებს თორე მართლა რაღაცნაირად მეტყვი ხე შეიძლება ვიღაცა მართლა ეხა სერიოზული შეურაცხყოფა მივაყენო რა შეიძლება ფიზიკურიც რა ერთხელ თქვი გადაცემაში და არ ვიცი რამდენად გამეთანხმები ალბათ აი ბაკულას ღორები ხო ნახე აქ მიშა თუმანიშვილის უმრავლესობას ხო აი მე მაინტერესებს ამაზე დიდი პროტესტის სცენიდან რა შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ ვინმე მოიფიქროს აბა რა ხო და გააკეთეს საქმე დაადგეს სპექტაკლი თქვი სათქმელი მაგრამ ეს არის სცენა ეს არის მაგრამ სცენა არ არის როცა პერსონაჟი არ ხარ და უბრალოდ ადამიანი ხარ სამოქალაქო აქტიური ადამიანი და სცენას იყენებ იმისთვის რომ შენი პოლიტიკური გემოვნება და შეხედულება და შენი პოლიტიკური აზრი თქვა მე მგონია რომ პირველ რიგში არსემ საკუთარ თავს პატივს იმიტომ რომ მაყურებელი რომელიც მოდის განტვირთვისთვის მოდის იმისთვის რომ რაღაც ნახოს დრო გაატაროს გამხიარულდეს რაღაც იქიდან წაიღოს და იმ მაყურებელში არის სხვადასხვა ამის თქმა მინდა ყველა ხო ერთი ჭკუის არ არის რა ხო და არ ითვალისწინებ და როცა ამას არ ითვალისწინებ მე არ მგონია რომ იქ რაიმე იყოს გულწრფელი კი ბატონო თან არ მგონია რომ ის მუშაობდეს შეერთებისკენ რო გაყოფისკენ ამ ჩვენ კოლეგიალობაში ხა აღარ ვიტყვი შარშან დეკემბრის მერე მე პირადში რა SMS-ები მომივიდა სულ შორის მეგობრებისგან ვინმე უცხოსგან კი არა მეგობრებისგან მათ შორის საჯაროდ კომენტარები და აი დავახსენეთ ეხან კაი მე არ მithვალისწინებ მაგრამ სად გაწყდა ის ადამიანური რაღაც უკანასკნელი ზარღვი რომ შენ არავის დედას არ ითვალისწინებ ხო აი ხო შეიძლება რომ იფიქრო იმაზე რომ აი რა კაი ეს ნუ სულელია მაგრამ ლანძღავი იმიტომ რომ ოჯახის წევრი ხო შეიძლება რომ ნახოს და ინერვიულოს და ამათმა ყველანაირი ხიდი ერთმანეთთან მისასვლელი შეგნებულად ჩაწყვიტეს და გაწყვიტეს ეს არ ყოფილა ემოცია ეს არ ყოფილა შემთხვევითობა ესენი იყვნენ დარწმუნებულები რომ აყირავებდნენ და გადადგეს ნაბიჯი და მიიღეს ის რაც მიიღეს და ჯერ კიდე სად არიან
ჯერ კიდევ და ბევრი აქ იკბენს, მაგრამ ძალიან გვიანი იქნება. კი ბატონო, ძალიან გვიანი იქნება. და საერთოდ რა არის, ხო? შენი მოქალაქეობრივი ვალდებულება, რომ შენ ქვეყანასთან ერთი უნდა იყო მართალი, ემსახურო შენი პროფესიით, თუ შეგიძლია რაღაც ერთი აგორი დადგა სახელმწიფოს მშენებლობაში, თუ ეს გამოგდის, რა თქმა უნდა, ან დააფიქსირო შენი აზრი მოკრძალებული და ბოლოს დააყოლო ეს ჩემი აზრია. მაგრამ ის რომ შენ გამოდიხარ და არ უყურებ ახლო აღმოსავლეთში რა ხდება. არ უყურებ იქით რა ხდება, ყველგან რომია, ყველგან რომ ტყვია, ყველგან რომ ბომბია, ღაზას სექტორში რომ ბავშვებს უბედურად კლავენ და შენთან მადლობა ღმერთს, ტყვია არ არის გავარდნილი. რაღაცაზე დაფიქრდ, ესე იგი რაღაცას ლავირებენ სოფლიო ერთადებული მოთამაშეები. ეს აზიაში, აგერ ევროპაში, ევროპარლამენტი წუთიერი დუბილი ითხოვ ადამიანმა გამოვიდა და ნუ აი რა ამბავი ატეხეს ვისთანა გვაქვს საქმე ადამიანს უბრალოდ 31 წლის ბიჭი მოგდა არაფერზე თან ნიჭიერია ხო დავანებოთ არ გვინდა ნიჭიერია ის იყო ორი შვილის მამა იყო თუ რა 31 წლის ადამიანი მოგდა და ადამიანი გეუბნება რომ წუთიერი დუბილი თუ შეიძლება რაღაცერად ტყვია ესროლეს ყელში ესე იგი ეს ჭინკებთან გვაქვს საქმე და ეხლა რო ახალ ეს უბედურება მე მაინც გონია რომ დაიწყო სწორედ 2003 წლიდან რომ პროპაგანდა დაიწყო არასწორის აი ყველაფერზე დაიწყო პროპაგანდა არასწორი. ესე იგი პირობითად ვამბობ, არ შეიძლება სიტყვა всё თქვა, მაგრამ ოკეი მოსულა. კი ბატონო. აი ეს არის სნობობის პიკი. კი ბატონო. გოიმობის პიკი. ესენი ძეხენ სხვას გოიმობს. სადილი არა ლანჩი. ხო, ლანჩი მოსულა, კაცო, სადილი არა. გოგია კვერნაძის ბიზნეს ბიძო, პატარა ბიძოპე, კვერნაძე ბიზნეს კვერნაძის შვილი. კი, სასაული იუმორი აქვს. ხო, და სასაული იუმორები აქვს, მაგრამ და ის არისო ბიჭო, ხუთი გურული ლოქი სადილობს, ხო იცი რა ქვია? ლანჩ ხუთია. ხო, მე იგივე არ მე რო თქვი, რომ ის რა ქვია, ერთხელ უბრალოდ მაკარონი პაფლოცკი არა, მაგრამ სპაგეტი მოსულა. მაკარონი ხორცით არა. ან ერთი ან მეორე და რაღაცებ დავობთ, ნუ ხა ამას 2x2 4-ია მარტივი ფორმულაა, რომ ხო, რუსთან შენ არა ფშოს და რაღაცებს თუ ვერ გადაიჭირე. დაგირღვია იქ გიორგიევსკი ტრაქტატის მიერ. ხო, ყველაფერი დაგირგვია, ხო რაღაცა არ არის შენთვის კარგად განწყობილი, გავიგე, მაგრამ უკაცრავად ვინ არის შენთვის კარგად განწყობილი დღესდღეობით? აი გადავხედოთ სოფლიოს, ვის აინტერესებს საქართველოს ინტერესები? არავის საერთოდ. ამიტომ შენი ვალდებულებაა რომ რამენაერად თუ კი ამის უნარი გაქვს, ლავირება გააკეთო. რატომ არ შეიძლება ომის მერე რუსთან დიალოგი მე ვერ ხვდები. რითი უნდა მოგვარდეს მაგალითად პრობლემა. აი რაღაცა მე და თქვენ პირობითად უცხოები ვართ, მაგრამ რაღაცა ერთმანეთთან მოგვივიდა წაკამათება. ანუ თუ არ მოვედი, ან თუ არ მოხვედი, ხო? როგორ მივიდეთ რაღაც კონკრეტულ კონსენსუსამდე? აი, როგორ მოვაგვაროთ? თან რო ვერჩით ერთმანეთს. ხო, თან ვერჩით ერთმანეთს. ხო, თორე ჩაეხუტ და ჩაუხტი და ძმა ეძახე, უკაცრავად ეხა რა. იმათზე მეტად შეიძლება ვერ ვიტანდე რუს თავისი პოლიტიკით. მაგრამ ანუ ესე იგი 2008 უნდა არ დავივიწყო, მაგრამ ის თურქეთთან პირობითად ომი უნდა დავამავიწყდეს ანუ თვალებში გვაყრია ნაცარს. კი ბატონო, არ გამოვა ეგრე საქმე. ამიტომ რაც უნდათ. ეხლა ელენე ხოშტარია რომ მეუბნება რომ შენ რუსეთ თუ მეხარო, თვალებში მაყრი რა ნაცარს და არა მარტო იგენი. ყველაფერი გააკეთა მიშა სააკაშვილმა რუსებისთვის. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი გაუკეთა. ნაბიჯ გადაცა ტერიტორიები დაწყებული და რეები აკეთა და ქართულ ხალხს აშეურაცხყოფები აკეთა კიდე პინადას ბემაკ და შენ თავზე გამოცდილი. აი იმ პერიოდში იკეთებიათ ეს ყველაფერი ერთი რა ბიჭები იყვნენ შევხედავდი. როგორ ჩუმად იჯდნენ, იცი? აი როგორ გიჩქა და ტუნტუნს იზახოდნენ, კარგად რომ ახსოვს ყველაფერი რომ იცი რა მე არ მინდა დავიჯერო რომ შეგნებით აკეთებენ მაინც რაღაცა პოზიტიურად მინდა ბოლომდე აი ვერ ვიჯერებ რომ ადამიანებს უნდათ შეგნებულად ხელოვნურად სამოქალაქო ომამდე მივიდნენ იმიტომ რომ თვითონაც იციან რომ საქართველოს უმრავლესობა აი უფროს თაობა იქნება თუ უმცროს თაობა იქნება ხო მარტო თბილისი ხო არ არის საქართველო უბრალოდ ითმენენ თორე აი რეალური ზიზღი აქვს რა ის რაც მართლმადიდებლად არ შეიძლება ის დაემართა ამ ხალხს ეზიზღებათ ესე და აი ილოცონ რომ მართლა არ მივიდნენ იმ ზღვრამდე რამე მოხდეს აი ქვეყანა აირიო ისევ ჩვენ ვინანებთ ჩვენი მხარე იმათ არ აინტერესებს რა ქვეყანა რო აირიო შეგავდა აირია კარგად მახსოვს არ ვიცი თუ კი არ ვიცი მე მგონი და არა ვერ ვხედავ თან მან ბევრს ისეც რა რომ მაგარი ბიჭები რო არიან რა გაიგე დიდი ვაჟკაცობის რო გამოირჩევია ხო მამახას ხოზე გაიქცი ხო და აუ ჩემი აი ძალიან მაგრად რა რო ვერ დაეწევ საიდან მოვიდნენ არ ვიცი ხო არ ვიცი საიდან მოვიდნენ ჯერ არის ყალიბდნენ ამ ტიპებად ხო იქამდე მივედით ბიჭო ადამიანები ხა ჩვენთვის ან
სტუმარი, ან საჭმელი, ან სასმელი, აქ ჩაფურთხება, აქ სად მოწოდება საჯაროდ. იმის იქით აღარ არის, სად ჩაწვდენ, აი ფსკერზე რო ხარ და იქიდან ვიღაცა გიკაკუნებს, აი იქ არიან რა. აი გამოსავალი რა შეიძლება იყოს მე უბრალოდ ეს მაინტერესებს მართლა არ ვიცი რა ამ ადამიანთან დიალოგი უკვე წარმოუდგენელია იმიტომ რომ ეხლა აღარ მინდა რაღაცა თქვა აი თეატრში სივრცეში ადამიანები ვართ რომლებიც აი არ ამბობენ გამარჯვებას მე კიდე ბიჭო რაზე ვიждები იცი მაგრამ ამბობენ გამარჯვებას ხანდახან ზოგიერთები ისე რომ ხანდახან მინდა რომ რაღაცნაირად გავერიდო არა და აი მე ისეთი მოკითხვა იცი ზოგიერთმა რომ შეიძლება გუშინ არ გაუგო არა თვითონ აი არა ნუ არ უნდა მომიკითხოს იმან რა აი ეს მაგიჟებს საერთოდ რა თორე გამარჯვებას რო ის მირჩევნია რა კიდე რა წარმოუდგენელი რა თუ გვიან მოხდება იქ ამბავი არა თუ არ მე მაინც გონია რომ ჩვენი გამოსავალი სწორედ მაგაშია რომ მაქსიმალურად ისევ ჩვენ ვისაც ჩვენი ქვეყნის რაღაცა ხო და აგერ 4-ია და ბურთიდან მოედანი შევხედავთ შეგობოდა თეატროლოგიანი სიტყვები გამახსენდა ქალბატონის დროშაზე რაც უთხრა პაატას უგუღმა ჩააცმებენ პერანგს ხუთში აუცილებლად და გაუშვებენ სადაც გასაშვები ხო ნუ რაღაც უკვე სასაულებს იძახიან ეს ჩვენი კიდე ეს რაღაცა სოფლიო ბანანი მომეწონა ხო და არა რა ვიცი როგორი რამე იცი გადავერკე ეხა უკვე კაი მშვიდობიანი დამხობა კაი ყველაზე მაგარი რა არის რომ ეხა ამას ვინდა გამოუცხადა რომ ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ უღონც საომრად ხო მშვიდობიანი ომი რანა აი როგორი რაღაცეებია იცი კავშირი როგორ ხდება მშვიდობიანი თან ომი გამე და დღე რაღაცა ზედა მთვარე რაღაცა აი აბსოლუტურად მშვიდობიანი ომი აი რას ნიშნავს გამოგებინა ხო მშვიდობიანი ყვავილებით გვცემენ ხო ყვავილებით გვცემენ ხო ყვავილებს გვესვრიან ვეგარი ვარდი ხო იგი იყო მაშინ იკლიანი აი მან დაიწყო ჩვენი დაღუპვის საწყისი მაგრამ გამორიცხული ეგენი ვერ მიაღწევენ ვერაფერს შანსი ნოლია მე მაინც გონია რომ დანაშაული მაშინ ისე გააკეთა იმიტომ გამწარებულები ვიყავით ხო გამწარებული ისე მოახერხა ედუარდმა იმედი გქონდა და რაღაცა შევყურებდით ახალგაზრდა ენერგიულ კაცს რომ რაღაცას დაიწყებს და რაღაცას აშენებს და ვიღაცის შიმშილზე იფიქრებს და ვიღაცის შვილზე იფიქრებს და 2 წლის თავზე ჯერ პრემიერი გააკრეს და მე ქუჩებში როგორ ხრით ეს ადამიანი ძალიან კარგად ვიცი და როგორ თხზეს მე ას ამბები რომ თითქოს ვიღაცებს რაღაცეები კონდათ და მე დანახვისთანავე ვიღავ ეგრეთ თქვი შევდიოდი 10%-ში დედას მისაუბრა და ოღონდ მე ბავშვი ვიყავი მაგრამ უკაცრავად დანახვის აი მე 98-ში გამოჩნდა ესე აი 99-ში რომ დადიოდა როგორ დადიოდა ეხლა მარტო პენალს რო ვერ ვიყავს კი რა ან როგორ დადის ან როგორ ცურავს ან როგორ ცურავს ბიჭო ან როგორ ნუ ადამიანი როგორ ჭამს ისი რა მითხრა ერთმა გენიალურმა მიშისმა რომ რა არის ეხლა პრეზიდენტმა რატო უნდა ჭამოსო ბიჭო ეტიკეტი არ არსებობს აქ ქვეყანაზე აი გამაგებინე რეებს ლაპარაკო ისე კი თურმე უნდა ჭამო ლობიო და ნერვიულობდა შუ რა ქვია ვისკი და წითელი ღვინო ერთად პლატალიო ეთყობა რა ესე ჭამდა ხოლოსი რო დაემართა მაღალ თენაჭარაში ზომა და წონას რო ვერ მიხვდა ეგრეთ ისტორია მაქვს მაგაზე 25 კვერცხიანი ბელას ტორტი და ბელას იჭერდნენ ბიჭო მეგონდა ტიპი ტორტი დაამთავრა ერთი ტორტი მე მყავდა მეგობარი რომელიც იყო შეურაცხადია მე მყავდა მეგობარი რომელიც წინასწარი დათვის უფროსი იყო რა და იგი მიდიოდა წინასწარ მიღებდა აქ ხო ყველაფერს ხსნიდა აი კაფე იქნებოდა თუ რაღაცა და კაფეში რო შევიდოდა გინდა ტროტილი დაენახა და გინდა შუ და ან ნაპოლეონი ერთნაირად ჭამდა აი ეგრევე გაიწიეო არა ეგრევე გაწევდა ვაფშე აშორებდნენ ნამცხვარს ჩვენ ახლა საზოგადოება გვისმენს მაინც და მე ვფიქრობ რომ აღსაღნიშნია ეს რაოდენად ესეთი სევდიანი არ იყოს ამის აღნიშვნა მე მაინც გონია რომ 2012 წლიდან ჩვენ დავაშავეთ ამათთან კოაბიტაცია იყო წარმოუდგენელი ამათთან ლამაზი სიტყვა იყო წარმოუდგენელი იმიტომ რომ ამ ფინალამდე მივედი ნეტყობა ვერ მოვახერხე ყველაზე მე ხო ამის მჯერა მეც რომ ვერ მოვახერხე ამის უფლება არ მოგხსენ როცა მოგვეცა აგერ კი ვაკეთებთ ხო მაგრამ ყველაზე როგორ შუმათ იყვნენ თან როგორ მახსოვს ბიჭო პირველი წელიწადი როგორ ეხლა იცი რას ვაშავებთ ყველაზე მეტად ჩემი აზრით ამას რო ვიტანთ საავადმყოფოში და არ არის საპატიმროში კი ბატონო, რა ვიცი, მაგის იმედიც მაქვს რომ ეგრე არ იქნება და ეს გადასაყვანი კი არა, გადასათრევია. გადასათრევი არის, მე თორე ხა შეგონია იქ ვინამე ისინი რო სხედან, არიან სხედან როგორ იცი, აი გულაობენ ტელევიზორი და პაფლოცკი არ ვარ გავა ცოტა ხორცია. მაგრამ ეს ცეცხლათიან ადამიანს არ უნდა ხედავ. ეგრე შეაგდო ეგრე ქსანის ზონაში.
და საკუთარი სხვისი დასკების ეცხოვი რომ ყველა ერთად უნდა შეაგდო როგორც 4 კაციანში 104 საგდებდნენ ხო ზონაში იქ რომ დაგვტებიან ბიჭები რა და ოღონდ ეს ბოროტულად კი არ მომდის ახლა რაღაც სამაგერო გადაუხადოს არა ის კი არა კაცო გვამზე მიბმას კი არ ვლაპარაკო აი ზონაში და იქ ნახონ როგორი ცხოვრება რა ჩვეულებრივ მაგასაც კი არ ვიცი 26 მაისს თორე დუბიკა გაუკეთონ უკანაში თუ კი არ ვიცი 26 მაისს გამოვლილ ადამიანს ამასინათ მიმტკიცებდა ერთი ძალიან ახლობელი ადამიანი სხვათა შორის რომ ბიჭო რა ისოვე ესე რომ დაბნელდიო და კაციო გუშინო მცემესო და მეთქი შენ ახლა ნაცემის რა გეტყობა ერთ დუბიკა მოხვდა თავში ხუთი კაცი მოკლეს და მეტროზე შემოაწყეს დენდარტყმულად გამოაცხადეს ნონა გაფრიკაშვილი ჭადრა იქ ვიყავი მე ჭადრაკის აი ანუ შენი ისტორია თანამედროვეობის რაღაცა წინვალე წარმომადგენელი მსოფლიოში ყო ელჩი შენი ქვეყნის კულტურის სპორტის და ეს ქალი შოკისგან ისე გაშეშდა რომ ძლივს ჩავიყვანეთ სცენიდან და ბოლომდე დევნა და არ ვიცი ერთხელ თქვი და არ გამომეხმაურა იქნებ ვინმე გამომეხმაუროს სადღაც ერთი 50 ადამიანამდე კინო რუსთაველის უკან ბინა გავტეხეთ ვიღაცის და იქ შევედით და დილის 11 საათზე ორორობით დავიწყეთ გამოპარვა და ჩვენი თვალით ნახე როგორ ეცხავდნენ სისხლს და იქ მე აღლომი ჩაატარეს აი ამ ადამიანებზე ვსაუბრობ ცეკვებით კაცო წარმოგიდგენია თამაშებით და წაგებულომზე კიდე ტაშფანდური ქონდათ კი ყველაფერი კარგად ხო და აი ხა ანალიზის უნარი ძალიან მარტივი აი არ გავიგე არა არავითარ ანალიზი აქ არ უნდა ანალიზი გაკეთება თორე ხა არ მგონია ასე თან სიღრმე ამას არ ჭირდება აი ძალიან ზედაპირზეა ეს ყველაფერი. კი ბატონო. აი ძალიან ზედაპირზეა. ადგილობრივი არჩევნები ხა რა ბაში როგორი გამორჩეველი ხარ ხა ბათუმში. მე ჩაწერილი ბათუმში. არც ერთი არჩევნები არ გამომიტევია, სულ მივდივარ ბათუმში. ხოთა შორის ადგილობრივზე მინდა ვთქვა რომ ძალიან უმნიშვნელო იყო მათთვის გაზაფხულზე. კაი რა ადგილობრივი როგორი აქტიურები გახდნენ ახლა. ხო და ჩემი პოზიცია ყოველთვის ნათელია. ეგენ თვად რო ჩინეთში ვიყო ჩამოვალ და ჩემ ერთხმას არ დავკარგავ შანსი არ არის და მეტიც ასარჩევად არის რა მე არაფერი დაღდათ არ არის და მეტიც აქტიურად ვარ ჩართული ეგრეთ წოდებულ პიარში მაგას შეიძლება ღმერთი აქტიურად ვარ ძალიან ჩართული იმიტომ რომ რეალობა რომელიც დღეს გვიდგას ძალიან სწორია არჩევანი არ არსებობს. არ არსებობს. გამორიცხული. ესეც უნდა მოგვარდეს მე რომ კი. ეს უნდა მოგვარდეს. ეს უნდა მოგვარდეს, მაგრამ ჯერ ვის უნდა მოგვარდეს, რომ ეს ჭინკები რაღაცნაირად უნდა გადავდგეს. უნდა მოშორდნენ და. და ნუ აპირებენ ახლა ამდენი. მე იქნება ჯანსაღის საარჩევნო. მე იქნება ჯანსაღის საარჩევნო, უკვე ავიღაცა გამოჩნდება ოპოზიცია იქნება. მე შეიძლება კოალიციაც მოხერხდეს და ძალიან კარგი იქნეს ჩვენ სახელმწიფო. აუ ეგ უნდა მოხდეს. თვითონ ამბობენ სხვათა შორის რაც მომწონს. ნუ ყოველ შემთხვევაში ბატონი ბიძინა ამას აღნიშნავს რომ 12 წელიო ჩვენთვისაც შეიძლება კითხვით ნიშანი იყოს რომ რატო ამდენი ხანი ხელისუფლებაში მაგრამ არ არის სხვა რეალობა და ნამდვილ 12 კი არა 32 წელი ვიყო ამ რეალობაში თუ სხვა რეალობა არ მექნება თუ ვინმე არ გამოჩნდება ნუ გამორიცხულია ვინმე ჩაანაცვლოს რა არ არსებობს იმიტომ კი არა რომ რაღაც ამოჩემება არა უბრალოდ დამნაშავეები არიან და დამნაშავეები არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ არენაზე არ არსებობს გამორიცხული დამნაშავეები არ შეიძლება არ შეიძლება რა არავითარ შემთხვევაში ეს კი ცესკოს ახლა აკეთებს რომ ნორმალურად თან გამართულად ატარებს ბიჭო ყველაფერს ახლა უყურებ ახლა ძალიან ნორმალურია ეს კალენდარიშვილი სხვა კალენდარი რომელსაც როგორი შევარდყობა მიაყენეს ადამიანს რომელსაც ოჯახი გააჩნია რომელსაც უყურებს მეუღლე შვილები და მარტო მაგას კაცო მელანს თუ ხო ნუ ეხლა მარტო მაგას მიაყენეს კაცო ეგრე გასაკვირია უკვე ხა მან უკვე ვირის სიხლია რა ეგ რა თქმა უნდა ეხლა ვირის სიხლია ხო აი ესეთი ამბავი არაჩვეული ადამიანია პიროვნება და ბატონებო და კალბატონებო ჩემი გადაცემის შემდეგ ყავს თუ არ ვწდები ეკა ვებხვაძეს გადაცემაში და გთხოვ დარჩენილი პირადად ვიცნდა ძალიან კარგი პიროვნება არის ერუდირებული პროფესიონალი თავის ჩემი გადაცემის მე მართლა სტუმრობ შევუბატონო და ფანტასტიკური ადამიანი ხო თან ელექტრონულზე ვართ არ დაგვავიწყდეს ელექტრონულად ვაძლევთ ხმას იმაზეც აყავდებენ იზახიან თან ცესკოა წავიკითხოთ ახლა გავაკეთოთ კიდე საწვითავ პირადად აპლიკაციას ვტვირთავ ჩემი ხარ ცესკოს ვებზე ეს ვებვერდზე ბადოლებო და ქალბატონებო ვტვირთავთ Waters Georgia Cesco შეიძლება მე გამოვთქვი ინგლისურად იმიტომ რომ მე ხო რუსეთული ვარ მე რუსული ვიცი შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი გვარი გაესწროთ თქვენ ოჯახების წევრების მონაცემებს და ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი გაიგოთ სად უნდა მესეთქმა 4 ოქტომბერს არ დაიბნეთ არავითარ შემთხვევაში და ასე რომ ესე იგი ეხლა მე მინდა გითხრა პოლიტიკა როგორც თეატრი ჩემო კარგო სახიობი ხარ ნიჭიერი კაცი ხარ ჩემო ბატონო ეხლა პოლიტიკურ პროცესს როგორც თეატრს რო შევხედავთ ახლა რა ჟანრის სპექტაკლს უყურებთ მაგაზე ვილაპარაკო ოხრართული შეკითხვა აი როგორი სახიობები კაი არტისტები არიან ეს არტისტები გაჩნდა რომელ მხარეს
არ გვიდა თლიანად? საერთოდ აი როგორი რა ჟანრია ეს საერთოდ მე ალბათ ვიფიქრებდი რომ უფრო რაღაცა აბსურდია აი მან მივიდივარ მე თუმცა აბსურდი ხო ყველაზე დიდი ლოგიკაა ხო ყველაზე დიდი ლოგიკაა ხო ეს ვთქვა ვიღაცა საინტერესო ტიპმა თქვა იგა ყველაზე დიდი ლოგიკაა კი ძალიან სწორი ლოგიკაა სხვათა შორის აბსურდია ალბათ მე მგონი თუ არ ვიცი რომ თქვა რომ ეს კომედია არა კომედია ნამდვილად არც ტრაგ კომედია არ არის არც გროტესკი ეს არ არის ხო არც გროტესკი არ არის არც სატირა არ არის არც სატირა არ არის ალბათ აბსურდია ალბათ აბსურდია ალბათ ხო აბსურდია მე რეჟისორი მომწონს ტრაგი აბსურდი არა რეჟისორი ნუ მაგარია ძალიან მომწონს მაი მომწონს რა ხო ისე მომწონს რომ არც ერთმა მსახიობმა არ იცის ბოლომდე სპექტაკლის ფინალი. კი ბატონო. და ეს მომწონს მე. ხო და რაღაცა სუგონია რომ იქნება ეს ფინალი და არ ჩანს და არ ჩანს და საბოლოო ჯამში წმენითაც შეხედულებითაც ზუსტად ვიცი რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მოწინავე სახელმწიფო გახდება მთელ მსოფლიოში. მეც დარწმუნებული ვარ. და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი სანატრელი ქვეყანა, სადაც ადამიანს მოუნდება ცხოვრება. იმიტომ რომ ჯერ ჩვენი ისტორიით და კულტურით, როგორც არქეოლოგიური ნიმუში, აი ეგეთი ტიპები ვართ, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა მიუჯდეს ფუნჯით და აქედან უნდა ეძებონ ბევრი რამ. და იმ ევროპას, რომელსაც დაუშვათ ახლა აი ეს აპელირებენ და არაფერი საწინააღმდეგო ევროპის არ მაქვს, მაგრამ გააჩნია როგორი ევროპის, ევროპა რომელიც ქალის პატივისცემას მასწავლის, ქართველს, რომელსაც მეფე მყავდა, მე-12 საუკუნეში ქალი, ცოტა არადამაჯერებელია. როგორც ქალბატონო ლილიო სელიანი თქდა, დამაჯერე დედი, დამაჯერე. აი, ეგეთი არადამაჯერებელი. კიდე რა იცოდა ეს მორდუ სპირიტუალი არისო რა, იგი აი როჟას კერა. ეხლა საუბრობდით ეხლა ჩვენ ამერიკა, რომელიც დაჩეხილ ქალზე არც ერთი არ დგება და ჭრილობაზე ხელს არ აჭერს. ისმე ვერ მასწავლის ადამიანის დაცვას, თუ კი ის დაჩაგრულია ქუჩაში, იმიტომ რომ ჩვენ ჭრილობაზე მივაჭერდით კი არა, იმ კოლელს შეიძლება ვერც გაესწრო იქედან ადამიანების, თუმცა ჩვენ სულიერად გაცილებით სხვა ადამიანები ვართ. ჩემ გადმოსახედან სოფლიოში დღეს სულიერი ომი მიდის, არანაირი სხვა ომი არ მიდის. დღეს მიდის სულიერი ომი და ამ სულიერ ომში ქართველს მოწინავე ქართველზე მეტი არავინ არ არის, ლიდერი ვარ ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთები ვართ ალბათ ალბათ ორი კიდე რა ვიცი რომლისთვისაც დღეს ისევ მნიშვნელობა აქვს განმეორდები უფროს ქალბატონს დედას აი სხვანაირი კულტი იყო ჩვენთვის ყოველთვის მშობელი ოჯახი პედაგოგი ქუჩა ანუ სხვანაირად აღზრდილები ვართ ჩვენ სხვა მენტალობა გვაქვს სხვა ისტორიის მქონე ხალხი ვართ და გამორიცხულია ჩვენ რაოდენ ცოტანიც არ უნდა ვიყოთ ვიღაცების გადმოსახედიდან ჩვენ მაინც მათი დირიჟორები ვართ. თან რა არის თავარი ეს მინდა ამას უსვამ ხალხს რომ ესე იგი თიშობლის წირფადრი ქვეყანა რო ვართ ამაზე მიდის კილიკი. ეს ხო საერთოდ ეს რა მოსატანია და ამას ვხედავ აშკარად აგერ პირდაპირ აი ლოგიკურად, აი რეალურად, აი ეს უყურებ და ვხედავ. ხო და აი ეს კაცი რო არა ადამიანი, გიგე? არა, მე ვხედავ რომ ღვთისმშობლის ერთმანეთი ქვეყანაა ეს. აუცილებლად მე. აი უკვე აი ახლაც უყურებ. აი ახლაც აი სიტუაციაში ვხედავ. ყველაფერს თავი დავანებოთ 93 წლის. აი პატრიარქს წოდებას მისას იერარქიას თავი დავანებოთ, აი მოხუცებული კაცი, აი ესე შევხედოთ. ენა რომ მოგიბრუნდება. როგორ გეკატრება? რომ ადამიანი გალანც ხო? მე მგონია რომ მათ არც საკუთარი ბაბუ არ ყოლიათ. არა, საერთოდ. ეგეთი გასამრავლებელი ხალხი არ არის ეს მაგასაკეთებს. საერთოდ რომ გამრავლდეს. კასტრაცია. ხო, არ უნდა გამრავლდეს ეგეთი ადამიანები მე ესე მომაჩი. მეც ასე მგონი. ეხლა დრო რეგლამენტი ძალიან სასიამოვნოა შესაძლებელი ჩემო კიდე ვისაუბრებდი დიდხანს მაგრამ რეგლამენტი გვაქვს და შემდეგ გადაცემა იწყება და ინფორმაცია შემოდის და მე გადაცემა იწყება. მე მაინც ამ ნოტაზე. მაყურებელს მინდა დარჩით ჩვენთან უეჭველი ჩემო ბატონო უთხრა რომ ეკაბე ფხოთეს ყავს კიდე ერთხელ გითხრათ ბატონი კალენდარიშვილი და ძალიან კაი გადაცემა. მე მაინც ამ ნოტაზე მინდა დავიწყო. 4 ოქტომბერში შვიდობიანი ისა აუცილებლად. დამხობა აქვს დავანსებ. როგორ ფინალს ხედავ ეგ მითხარი და ნელ-ნელა დავამთავროთ შემომა. მე მაინც მგონია რომ ესენი მაქსიმალურად ესწებიან რომ რაღაცები გააკეთონ, თუმცა მე იმედი მაქვს იმის რომ 1-2 ნაბიჯი ჩვენ სულ უსწრებდით და უსწრებთ. ფინალი იქნება რა? ყველაფერი დაალაგდება, ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი დამშვიდდება. ერთადერთი საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ არ დაიჯეროთ არავითარ შემთხვევაში მდარე ხარისხის ინფორმაციები, რომელსაც ფუთავენ ისე, როგორც მათ უნდათ განახედავენ. ნუ ხედავდნენ კიდე ვიტყოდი რომ ჯერათ მეთქი, არა, მათ უნდათ ასე და ასე ფუთავენ და მაქსიმალურად ეცადეთ რომ მეტი გაიგოთ, არ ენდოთ ერთს
და არ ვიცი შეგნებულად არ ვასახელებ ამ ტელევიზიას მე და როგორც იმას დარწმუნებული ვარ. გვერდს ბებიაჩები ეძახდა უხსენებელს, ხო, აი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ერთი რაც მინდა ვთქვა, როგორც მოქალაქემ და მსახიობმა. თუ კი ოდესმე ჩემი ქვეყნის სიყვარულს უნდა გადაუხვიო, ის დილა არ მინდა რომ გამითინდეს საერთოდ. თუ კი მორალური მხარე ჩემში უნდა განადგურდეს და მე არ უნდა ვცე ვიღაცის დედას პატივი, ან ვიღაცის ოჯახს პატივი, ან ჩემი რწმენიდან უნდა გადავიდე და უნდა გავხდე მოქილიკე ღვთისმშობელზე და კვართზე, რომელიც ზუგდიდში დადიანების სასახლეშია, ან მაცხოვრის კვართზე, რომელიც სვეტიცხოველშია, თუ ჩემთვის ეს უბრალოდ ნაჭერი უნდა გახდეს, რომელიც დამარხულია და მათი გადმოსახენელება, ნუ მე ასეთი ჩემი სიცოცხლე კი არა, საერთოდ ქართველი არ მინდა ამ მდგომარეობაში დავინახო, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ რამემ გადაგვარჩინა ამეთან ხვები ეს იყო რწმენა ყოველთვის. რწმენით ვიგებდით ომებს, რწმენა იყო საწყისი ომის, როცა ილოცებოდა მეფე იყო თუ პატრიარქი და ამ რწმენით ვარ დღემდე. რა თქმა უნდა და ამ რწმენით ვარ. და ამ რწმენით ვიქნები. კიდე გავალ ბოლოში. აუცილებლად გავალ. ბოლოში გავალ. დიდი მადლობა რომ იყავით თურად. დიდი მადლობა მსმენელს თქვენსაც, მაყურებელს, მიყვარხართ მეგობრებო ყველანი და არ ვიცი ბედნიერი ვარ კიდევ და კიდევ რომ ჯაპანისნაირი ადამიანები არსებობენ სხვათა შორის. მიყვარხარ. დიდი პატივისცემა და მადლობა რომ ვიყავი აქ. მადლობა შენ, ჩემო ანდრი, ბიბინეიშვილს, ანდრის, მადლობა ბატონებო და კალბატონებო. ბიბინეიშვილს, უკაცრავად. ბიბინეიშვილს შემობატონო და თქვენც მადლობა რომ გვისმინეთ და აგინდათ ახლა კლავიატურის ლომები რომ გეიჩიტებით ხოლმე და კლავიატურაზე რამე ამბავი და ის დავდივარ ჩვენ ამ კალაკში და თუ რამე გასაქმელი მომზადი და თუ რამე აქ სიამოვნებ ჩემოვანი. ასე რომ მოდი ერთი კარგად იყავით ყველანი ჩემოვანი ჯანმრთელად იყავით ყველაფერი მშვიდობით და კარგად იქნება ეს იყო 98 და 5 რადიო სივრცე ხათაშობ 21 სექტემბერს ღვთისმშობლობა და წინასწარ გილოცავ თბილისობასაც და ღვთისმშობლობასაც 21 სექტემბერს ღვთისმშობლობა ამასაც გილოცავ და ერთი მაგრად იყავით ერთი დაშხოშიანად თბილისობა მოდის და დაშხოშიანად იყავით ბემურაზე ვიყო რა მოდი კარგად მადლობა ჩემო მადლობა თქვენ ყველას ერთად შემოქმედებით ჯგუფ